საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები გ.ა. და ფ.დ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის რაფაელოს და იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 10,000 ერთეულზე მეტი იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2,400 ერთეულზე მეტი რაფაელოს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული. ასევე ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ და ამოღებული იქნა ყავა იაკობს მონარქის და კარტნუარის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული კინდერ შოკოლადი, იაკობს მონარქის და რაფაელოს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.